უსასტიკესი კაცია ბიძინა ივანიშვილი. გუშინ წინ იმის წინ და ასე შემდეგ ერთი კვირაა დაახლოებით მიმდინარეობს ეს კამპანია იმ თაობაზე, რომ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად რომ მუშაობს, ის კაცი გამოსცემს ნათლისღება დღეს შეწყალების აქტს. ცხადია, მიხეილ ყაველაშვილს არც არავინ ეკითხება. მასზე რომ იყოს დამოკიდებული, აქამდე გამოცემული ექნებოდა ახლა 10 სუკლია 20 წუთი. მაგრამ მიხეილ ყაველაშვილი რამდენადაც ბუტაფორია, ხელს ვერ აწერს იმ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც 2, 5, 7, 15, 37 არ ვიცი რა რაოდენობის სინდისის პატიმარი შეიძლება იყოს გარეთ. ამდენი ხანია ვერ აწერს, აი 10 სუკლია 20 წუთი. არადა მშობლები, ოჯახის წევრები, მოდი ასე ვიტყვი. ამა თუ იმ სინდისის პატიმრისა მივიდნენ საპატიმროებთან. მათაც აქვთ ინფორმაცია ან მოლოდინი, თუ გებავთ ასე ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად და ფორმალისტურად კი მიხეილ ყაველაშვილი ამ პატიმრებისთვის მათი ოჯახის წევრებისთვის გახსნის კარს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი სასტიკი და უსასტიკესი კაცი არ იღებს ამ გადაწყვეტილებას ყოველ შემთხვევაში აი ამ წამამდე არავინ იცის. შეიძლება 45 წუთში მართლაც გაიხსნას ციხის კარი. შეიძლება ხვალ გაიხსნას. შეიძლება გახსნან ზეგ და თქვან რომ 19 იანვარს ნათლისღება დღეს გამოვეცით ეს გადაწყვეტილება უბრალოდ დასვენების დღე იყო და აქედან გამომდინარე ვერ გაუშვებდით პატიმრებს საპატიმროებიდან. არავინ იცის რამდენი იქნება შეწყალებული. მთავარი ამბავი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პროპაგანდა ამ წამამდე საუბრობს ერთ დეტალზე. მოინანიონ და ამ შემთხვევაში გამოსცემს პრეზიდენტად რომ მუშაობს ის კაცი შეწყალების აქტზე. ოღონდ სინდისის უკლებლივ ყველა პატიმარი პირველიდან ბოლომდე ამ ეგრეთ წოდებულ მონანიებას არაპირებენ. ისინი არაპირებენ რომ თავი დაუხარონ მთლიანად ქართული ოცნების, ანუ რუსულ რეჟიმს და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება ეს მონანიება ამ ადამიანებისა. მონანიება ადამიანებისა, რომლებიც მას დაუპირისპირდნენ, არა ყაველაშვილს, კობახიძეს თუ პაპუაშვილს ვინ ეკითხება ან ერთს ან მეორეს ან მესამეს რამე, არამედ დაუპირისპირდნენ სწორედ მას და მას უთხრეს სიმართლე თვეების წინ და თვეების განმავლობაში. მას უთხრეს სიმართლე, რომ ის არის რუსი ოლიგარქი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. აი ეს ვერაუტანია ოლიგარქი ივანიშვილს. ვერაუტანია, რომ მან ნახა გაუტეხელი ადამიანები და ნებისმიერ რამეზია წამსვლელი, ნებისმიერ სისასტიკეზია, ბევრ სისასტიკეზია წამსვლელი, ოღონდაც კი ესენი გატეხოს ეს პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები გატეხოს. არ ტყდებიან, მეთქი რომ ბუთხრა, ალბათ არ მომისმენს, არც ვერც ვერავინ უბედავს ამის თქმას. გატეხეთ, დასაჯეთ, მოანანიებინეთ. ეს არის მისი ისტერიკაში მყოფი აბასთუმნის უღრანების ბინადარის შეძახილი დღეს და ახლა. რეპორტაჟზე მზადდება ამასობაში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიაში. მე ახლა გაჩვენებთ ერთ-ერთ რეპორტაჟს, უბრალოდ 8 წუთნახევრიან რეპორტაჟს არ გაჩვენებთ, მაგრამ 1-2-3 წუთი მაინც მოვუსმინოთ ავტორს, გადაცემის თანაწამყვან ნინო ჟიჟილაშვილს თავის შესავალი ტექსტით და ჩვენს კორესპონდენტს. მთელი დღეა განისა და რუსთავის პრეტენზიურ დაწესებულებებთან დგანან რეჟიმის პატიმრების ახლობლები. მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება არც ერთ მათგანს არ უთხოვია ოცნების არავის უთხოვია შეწყალება. ნინო მართალია და ეს არის რეალობა. არც ერთი სინდისის პატიმარი, სინდისის არც ერთი პატიმარი არ ითხოვს შეწყალებას. ამის მიუხედავად ამათ სურთ რომ გვაჩვენონ თითქოს არიან სულგრძელები, ოღონდ კვლავ ვიმეორებ, უნდათ რომ საკუთარი სულგრძელობა დააფუძნონ თხოვნაზე და მონანიებაზე. პრეზიდენტის მისი წარმომადგენლებისა თუ პროპაგანდისტების მიერ წინსწრებით არაერთხელ ირიბად თუ პირდაპირ ითქვა, რომ შესაწყალებელთა სიაში შეიძლებოდა სინდისის პატიმრების სახელგვარების გვეხილვა. თუმცა ამ დაშვებას თან ახლდა ბოდიშის მოხდისა და აღიარების. შეიძლება ვთქვათ პატიმრების გატეხვის პირობაც.
ივანიშვილის პატიმრებმა ეს არ გააკეთეს. საინტერესოა არ გადაწყვეტს ოლიგარქი. თუ კი ვინმე ახლა ციხეში ნაკლები პოლიტიკური ტყვე სჭირდება, ეს თავად ივანიშვილია. დიახ, ნაკლები პოლიტიკური ტყვე, ნაკლები სინდისის პატიმარი სჭირდება ივანიშვილს, რომ დაიხატოს დასავლეთის წინაშე და აჩვენოს დასავლეთს, რომ მე აგი ადეკვატური მოთამაშე ვარო. ოღონდ ბიზინა ივანიშვილი ადეკვატური მოთამაშე არ არის დღესაც კი. დასავლეთის ისევ როგორც ქართული საზოგადოება შესანიშნავად ხედავს, რომ ბიზინა ივანიშვილს მათი გამოშვება კი არ უნდა საპატიმროებიდან. არამედ დასავლეთიც და ქართული საზოგადოებაც შესანიშნავად ხვდება აფასებს სწორედ მართებულად, რომ ბიზინა ივანიშვილს უნდა გატეხილი, თავდახრილი მოქალაქე გარეთ, რომელიც იტყვის, რომ მე შევცდი რამდენიმე თვის წინ, 1 წლის წინ მაგალითად, ან 7 თვის წინ, ან 10 თვის წინ, ან 12 თვის წინ, ან 14 თვის წინ, მე ეს არ უნდა გამეკეთებინა. მართალია ბიზინა ივანიშვილი აქამდე რომ გამომამწყდია საპატიმროში და ახლა კი ვნანობ ჩემს აქციელს. ამიტომაც არის დამატებით ბიზინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქი, რუსი მმართველი. ამგვარად იქცევიან მხოლოდ რუსები, ანუ პირები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში მინი რუსეთს აკეთებენ. ლუკაშენკაც ასე იქცევა. აღარ ვლაპარაკობ თავად პუტინი რომ იქცევა თავარ რუსეთში ან ნამდვილ რუსეთში. ასე. ნათლისღებისთვის დაგეგმილი შეწყალება ამ დრომდე არ ყოფილა. ჩვენი რამდენიმე კოლეგა ჯერ კიდევ არ კარგავს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და მზია ამაღლობელის кейსი კიდევ ცალკე ამბავია. არა, ცხადია ყველა кейსი ერთმანეთზე მნიშვნელოვანია, ყველა ამბავი ერთმანეთზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მზია ამაღლობელისა კიდევ გამორჩეულია. ჩემი ფიქრით ბიზინა ივანიშვილი არ შეაწყალებინებს ხაველაშვილს, მზია ამაღლობელს არ ასდიდებით. ოღონდ შეაწყალებინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად მზია ამაღლობელი როგორც სიმბოლო საკუთარი სახელით ან ყველას სახელით იტყვის, რომ გვაპატიე თუ არა და მზია ამაღლობელი ამის მთქმელი რომ არ არის, ეს პრაქტიკულად ყველა მიცის. ქართული ოცნებიდან ოღონდ ბიზინა ივანიშვილს ვერ უბედავენ და ვერ ეუბნებიან, რომ მზია ვერ გატეხეს. გატეხეთ, დააჩმორეთ. გებუაძემ რაც დააკლო, ის უქენით. დაახლოებით ამგვარია ბიზინა ივანიშვილის ვერბალური ან ემოციური მესიჯი საკუთარივე პაჟების, საკუთარივე ამფსონების, საკუთარივე მონების მიმართ და ვერც ეუბნებიან, რომ ბატონო ბიზინა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. თვალის ჩინი დაკარგა ამ ადამიანს. მეორე თვალით პრაქტიკულად ვერ ხედავს. დაკარგავს მალე მეთქი. როგორ თქვა ახლა და დაკარგავს მალე. მაგრამ არ ტყდება. 70-იან წლებში რომ ყოდოდა ამგვარი დისიდენტი ჩვენ, ან ყოფილ საბჭოთა კავშირში რომ ყოფილიყო ამგვარი დისიდენტი, ახლა ის პრაქტიკულად ნობელიანტი იქნებოდა. დიახ, მზია ამაღლობელი თავისი მასშტაბით გაგიკვირდებათ და დიდ საბჭოთა დისიდენტებს, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ რომ წავიდნენ იმ ადამიანებს უტოლდება, იმიტომ რომ ისიც მზია ამაღლობელი ბევრი სხვა ან რამდენიმე სხვა საბჭოთა დისიდენტის არ იყოს, არამც და არამც არ ტყდება. ეს არის მნიშვნელოვანი აქ, მაგრამ ბიზინა ივანიშვილს ისევე როგორც ანდროპოვს ასე მაგალითად უნდა გატეხილი მოქალაქე, უნდა დაჩმორებული მოქალაქე, უნდა თავდახრილი მოქალაქე, უნდა გაპაპუაშვილებული, თუ ამ მნიშვნელობა აქ რომელ მათგანს დავასახელებ, ისეთი მოქალაქე. კითხვა სიმართლე ბევრი მოისყიდა. მარტო პაპუაშვილზეც არ არის საუბარი, მოისყიდა მისივე მომხრეებიდან ისე გახლართა და გადახლართა. კორუფციაშიც გარია, ფულიც აძლია. რასაკვირველია, რომ მერე მათ წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატებიც კი დაიჭირა ხელში და ყველა ბევრი გააუბედურა და ბევრს გააუბედურებს მისივე მომხრეებიდან გაუბედურებული სჭირდება მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი კი და არა მხოლოდ მზია ამაღლობელი, არამედ ყველა სინდისის პატიმარი ესენი ეუბნებიან შემდეგ რამეს. გახსოვთ თუ ბარბასმინძელი, ვისაც ახსოვს, როცა ზვიადაურის დაკლა მიმდინარეობს. ზვიადაური სასაფლაოზე გაყვანილი ამბობს, ზაღლ იყოს თქვენი მკვდრისა და ზაღლ იყოს შენი სამართალი. ბიზინა ივანიშვილო ამას ეუბნებიან სინდისის პატიმრები და ამაზე ხო საერთოდ გიждდება გული ვერ მოხკლა ტრის ხელმა. გული გულად ვერ რჩებოდას აკეთებენ ეს სინდისის პატიმრები. სექტორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების იმედს, ამიტომ რუსთავის ციხესთან იმყოფებიან. იქ არის ჩემი კოლეგა ჟურნალისტი ფორმულადან ნინო ბალანჩევაძე, რომელიც ახლა შემოგვერდება და მოუსმინოთ ნინოს.
არაჩვეულებრივი ჟურნალისტია. მეტი დროის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებით რუსთავის ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს იხდის მზია ამაღლობელი პოლიტპატიმარი ქალი ჟურნალისტი და ამ დრომდე არსად ჩანს მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების. არც გამოჩნდება მიხეილ ყაველაშვილის დავამთავროთ ეხლა თქვენის ნებართვით ამ რეპორტაჟის სათვის თვალყურის მიდევნება არც გამოჩნდება მიხეილ ყაველაშვილის როგორც მონა ელოდება ბიზინა ივანიშვილი რა სიტყვის ის კი წელავს პროცესს მიხეილ ყაველაშვილსაც კი აწავებს მეთქი ასე ვიტყვი ოღონდ მიხეილ ყაველაშვილი ვითარცა მონა ვიღავით არცა უკვე დამონებული ადამიანი ვერასოდეს ვერ გაუბედავს ბიზინა ივანიშვილს და ვერ ეტყვის რომ ბატონო ბიზინა იქნება და აი ოჯახის წევრები არიან გარეთ და იქნება და თუ ვიღებთ ამ განაცხადებას იქნება და ჩქარა ვქნათ იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი ცოდოები არიან ისი კოლეგები მისი ამ შემთხვევაში მზიას და სხვა შემთხვევაში სხვა სინდის პატიმრების ოჯახის წევრები ვინც ქართულ ოცნებას ემხრობით ვინც მიიჩნევთ რომ მზია ამაღლობელი არის სამართლიანად დაპატიმრებული ამას მაინც ვერ ხედავთ როგორ აწვალებს ადამიანებს მათ შორის მისივე მომხრეებს ბანდიტი სოლოლაკის ქედიდან ახლა აბასთუმნის ბინადარი რომ გახდა უღრანების ბინადარი რომ გახდა ის კაცი რატო ამბობ ასე ამ შემთხვევაში ხომ ბიზინა ივანიშვილს ასე დამატებით აღიზიანებ ბიზინა ივანიშვილი ხომ ასეთია მოდი იქნება უფრო რბილი სიტყვებით ვილაპარაკოთ მასზე ვერ ვილაპარაკებ ისევ ვაჟა ხო რად უნდა შეგუება არ შეიძლება და ის გვემტერება ჩვენ ანუ ბიზინა ივანიშვილი იმიტომ რომ ჩვენ კარგები ვართ სუდას რად უნდა მტერობა კარგია ჩვენი სახით ტრიანი მისთვის ასევე ვაჟა ბილწებს ვერ შევეკვრით ზავით ახლა ივანიშვილს ამ შემთხვევაში და მის უკლებლივ ყველა მომხრეს გამობიძინებულებს პოლიტიკურ მომხრეებს პოლიტიკური გუნდის წევრებს გულის ხურცხადია ამიტომ რაც უნდა ის უქნია მან უნდა იცოდეს კარგად რომ ზია იქნება თუ ნებისმიერი სინდისის ნებისმიერი პატიმარი ისინი იქნებიან ქუჩაში და ჩაიდენენ და გააკეთებენ ზუსტად იმას რისთვისაც ახლა უსამართლოდ ისჯებიან ამას გააკეთებს ყველა ვინც არ გატყდა და არავინ არ გატყდა და ვინც შესანიშნავად გაიგო და გაისიგრძეგან ამ თვეების განმავლობაში დამატებით კიდევ რამდენად საშინელ ქვეყანას წარმონაქმნს აკეთებს საქართველოსგან ბიზინა ივანიშვილი და თქვენს გაიგებთ ადრე იქნება თუ გვიან როცა თქვენს კარზეც მოაკაკუნებს ახლა დადუმებულების კარზეც მოაკაკუნებს ბიზინა ივანიშვილი რა გინდა რა მიზეზით ზოგს იმას მიედავება რატომ გახვედი ქუჩაში ან ზოგს იმას მიედავება რატომ გახვედი ქუჩაში რუსთაველის გამზირზეო და ზოგს იმას მიედავება რატომ მეგობრობ რუსთაველის გამზირზე გასულთან რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს შეიწყალებს ყაველაშვილი ზია ამაღლობელს თუ სხვებს არ ვიცი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას გახარებულები რო არიან ქართული ოცნების ლიდერები იმით რომ ამ ხნის განმავლობაში გამოამწყდიეს პატიმრები სინდის პატიმრები ციხეში ეს ვიცი მაგრამ დამწუხრებულები და ჩაჟაბებულები რო არიან იმის გამო რომ ვერ გატეხეს მოქალაქეები ესეც ფაქტია ნახვამდის